Netflix-მა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია კომპანია Warner Brothers Discovery-ს სატელევიზიო, კინო და სტრიმინგ პლატფორმების ბიზნეს $72 მილიარდ ყიდულობს. ამ ნაბიჯით სტრიმინგის გიგანტი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ყველაზე ფასეულ სტუდიაზე იღებს კონტროლს. ბაზრის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ Netflix-ი ამ ნაბიჯით სწრაფად ცვალებად მედია ბაზარს პასუხობს. მათი შეფასებით კომპანიას ახალი რესურსი და ძალა სჭირდება, უფრო მასშტაბური, რათა მომავალში შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია გლობალურ ბაზარზე. გარიგებას წინ უძღოდა რამდენიმე კვირიანი ტენდერო ბრძოლა. Netflix-მა Warner Brothers Discovery-ს თითო აქციაზე თითქმის $28 შესთავაზა. ეს გიგანტური ტრანზაქცია. Netflix-ის სტრიმინგის სწრაფად ცვალებად ბაზარს პასუხობს. დღეს კომპანიებისთვის მთავარი მასშტაბებია და Paramount-სა და Warner Brothers Discovery-ს ამ მასშტაბების შენარჩუნება უჭირდათ. Warner Brothers-ს ძალიან ძლიერი ბიბლიოთეკა აქვს. HBO Max-ი, Harry Potter-ი, Batman-ი, მაგრამ კომპანიას არ გამოსდიოდა ამ ღირებულებების სრულად გამოყენება სტრიმინგის რთული გარემოს გამო. გარიგება Netflix-ისთვის გარდამტეხ მომენტად მიიჩნევა, რადგან ეს არის კომპანია, რომელმაც მთლიანად შეცვალა ტრადიციული ტელევიზიისა და კინოს მოხმარების წესები. ახლა კი თავად უნდა დაიცვას ჰოლივუდური სტანდარტები. ვფიქრობ, ასეთი მასშტაბის გარიგება წლევანდელი ბაზრისთვის სასიამოვნო მოვლენაა. ბევრ აქტივობას ვხედავთ, მაგრამ ბევრ რამეს მიუღწევლადაც ვტოვებდით გაურკვევლობის გამო, როგორც ფინანსურ, ასევე გეოპოლიტიკურ გარემოში. ასეთი გარიგება სხვა კომპანიებს მისცემს ნდობას, რომ 2026-ში სტრატეგიული შესყიდვები მეტად განიხილონ. ყველა ყურადღებით დააკვირდება ბაზრის რეაქციას. Warner Brothers-ის აქციებმა შესანიშნავად მოიმატა. Netflix-ის აქციებმა კი დროებით დაიკლო, მაგრამ წლიური ზრდა არ დაუკარგავს. ბაზარი მზად არის მსგავსი ტრანზაქციებისთვის. ახლა Netflix-ი ყველაზე მდიდარი კინემატოგრაფიული არქივის მფლობელი ხდება, რომელიც მოიცავს მაგალითად Game of Thrones, Harry Potter-ს, DC-ს სამყაროს პერსონაჟებს, Batman-ს, Superman-ს და ყველა იმ ფლაგმანურ ფრანჩაიზს, რომელიც Warner Brothers-მა ბოლო საუკუნეების განმავლობაში შექმნა. ამას ემატება საკუთარი ორიგინალური სერიები, როგორიცაა Stranger Things და Bridgerton-ი, რაც კომპანიის კატალოგს კიდევ უფრო აძლიერებს.